რამხელა მობილიზაცია იყო უცხოეთში, არა? ეს ხომ ყველამ ნახეთ, უპრეცედენტო აქტივობა იყო ამ არჩევნებზე. ადამიანებმა გადალახეს ზღვა, მთა, ტბა, იარეს ასობით კილომეტრი, რომ საარჩევნო უბანზე მისულიყვნენ, რადგან ყველას ჰქონდა მოლოდინი, რომ ოპოზიცია გაიმარჯვებდა. ამიტომ როცა შედეგები გამოაცხადეს, ძალიან დიდი იყო დეპრესიული მუხტი. მეგობრებმა მითხრეს მეორე დღეს საერთოდ ლოგინიდანაც ვერ ავდექითო. მეც თავზარდაცემული ვიყავი, რადგან საერთოდ არ ველოდებოდი ამ შედეგს და ჩემი განწყობაც იყო შესაბამისი. კიშინიოვში ოცნება მხოლოდ ერთი საარჩევნო უბანი გახსნა. მე როგორც ერთ რიგით ადამიანს, საზღვარგარეთ მყოფ ქართველს, რაც შემიძლია არის ის, რომ თუ საქართველოში ვარ აქტიურად მონაწილეობ საპროტესტო აქციებში, როცა აქ ვარ მოლდოვაში, იქნება ეს პეტიციები თუ სხვადასხვა აქტივობა, თანხის გადარიცხვა უსამართლო დაჯარიმებულებისთვის, ვცდილობ ჩემი წილი მონაწილეობა მივიღო და ჩემი სამოქალაქო პასუხისმგებლობა ავიღო. მშვიდობა რო გვინდა და დემოკრატია, ამიტომ მიდის მშვიდობიანი ზეწოლა მათზე. ევროინტეგრაციის უვიზო მიმოსვლის დაკარგვა მარტო პასპორტების დონეზე არ დადის. ეს არის განვითარება, ხალხისხიან ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა ყველა საფეხურის ადამიანს აძლევს სარგებელს. მეწარმეებისთვის იღება კარი, სტუდენტებისთვის, დროებით მომუშავეებისთვის. ევროპა ხომ მარტო მილანში შოპინგი არ არის, თუმცა ესეც გადასარევია. ყველას გვინდა კეთილდღეობა და აქეთკენ გვიხსნის კარს სწორედ ევროკავშირი. ბიზნესის მაჩვენებლებს რომ ითვლიან ამ ყველაფრის ზრდა ევროინტეგრაციის გზაზე სulis გამო გვაქვს და არა იმ ადამიანების პატარა ჯგუფის თუ ოლიგარქიის დამსახურებით. ამიტომ ყველაფრის დაკარგვა მათ არ გამოუვათ. ამიტომ არის თითოეული ადამიანის როლი ამ პროტესტში მნიშვნელოვანი. ახლა უცხოეთში ვცხოვრობ და მუშაობ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩემთვის სულ ერთია, რაც საქართველოში ხდება. ადრე იქნება თუ გვიან, ჩვენ ხომ დაბრუნებას ვაპირებთ და ჩვენი მომავლის დაკავშირებას ჩვენ სამშობლოსთან.